გორში ავარიას დედა და 3 წლის შვილი ემსხვერპლნენ. ჯიპის ტიპის ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე დედაშვილს დაეჯახა. შემთხვევა წუხელ ქალაქის ცენტრში ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა. ანი ბერიანიძე ადგილზე დაიღუპა. მძიმე დაზიანებებით კლინიკაში გადაყვანილი მცირეწლოვანი გოგონა კი დილით გარდაიცვალა. მანქანის მძღოლი დაკავებულია, მომხდარზე გამოძიება მიმდინარეობს. უნგრეთის პარლამენტმა პრეზიდენტის ვადამდე გადაყენების შესაძლებლობას მხარი დაუჭირა. ინიციატივა პრემიერ-მინისტრ მადიარის მთავრობამ წარადგინა. თუ ტამას შუიოკი ცვლებას 5 დღის ვადაში ხელს მოაწერს, მისი უფლება მოსილება შეწყდება. პარლამენტი კი ახალ პრეზიდენტს აირჩევს. უკრაინამ რუსეთში გაზპრომის ერთ-ერთ უდიდეს ნავთობქიმიურ კომპლექსზე მიიტანა იერიში. თავდასხმის სამიზნე ბაშკირეთში არსებული გაზპრომ ნეპტეხიმ სალავატის საწარმო გახდა. უკრაინული მედიის ცნობით დაზიანდა ახლო მდებარე კიდევ ერთი ნავთობბაზაც. უკრაინული დრონების შეტევის შემდეგ ხანძარი იყო კრასნოდარის მხარეში აფიფსკის ნავთობსაწარმოშიც. ამერიკამ ირანში სამხედრო ობიექტებზე ახალი იერიშების შესახებ განაცხადა. ირანი კი იტყობინება, რომ რეგიონში შტატების ბაზებს დაარტყა. ამერიკული ძალების სამიზნე იყო სანაპირო თავდაცვის სისტემები, სარაკეტო და უპილოტო კომპლექსები და სამხედრო საზღვაო ინფრასტრუქტურა. ირანი კი აცხადებს, რომ საპასუხო დარტყმები განხორციელდა იორდანიაში მდებარე ამერიკის ავიაბაზასა და ბაჰრეინში ამერიკის სამხედრო საზღვაო ბაზაზე.